კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი გზის გადაკეტვისთვის 5,000 ლარით დააჯარიმეს. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 მუხლის დარღვევას ედავება. ბიძინაშვილი ქუჩაში მანქანით გადაადგილდებოდა, როცა პატრულმა გააჩერა და საჯარიმო ქვითარი გადასცა. პატრულ ინსპექტორის თქმით, ბიძინაშვილმა 11 თებერვალს რუსთაველის გამზირი გადაკეტა მაშინ, როცა ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე მათი მტკიცებით ამის საჭიროება არ იყო. პატრულის თანამშრომელთან საუბრისას ბიძინაშვილმა მტკიცებულება მოითხოვა, თუმცა პოლიციელმა განუცხადა, რომ თუ არ ეთანხმება, შეუძლია გაასაჩივროს. თქვენ ხართ იდენტიფიცირებული იმ პერიოდში, როდესაც გზის სავალი ნაწილი გადაკეთეთ, არ იყო აუცილებლობა იმ ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, რომ გზის სავალი ნაწილი გადაკეთებოდა. რაოდენობიდან გამომდინარე თავისუფლად შეგეძლოთ თქვენ რომ თქვენი პროტესტი გამოგეთვათ. ანუ მე გადავწყვეტე თუ გადაკეტილზე მივედი. არა მივხვდი რასაც მეუნევი და მაინტერესებს. თქვენ ხო აბა სხვა საუბრები. ანუ მე ამის მტკიცებულება გააქვს. ამის მტკიცებულება გააქვს. ეგ მითხარით უკვე მესამედ მეუნე. მტკიცებულება რომ მევკეტავ და არა გადაკეტილზე ვარ მისული. არა, იმიტომ რომ ამას მე სასამართლოში წავიღო. თქვენ მეუნევით რომ მე გადავკეტე. მე გადავკეტე და გადაკეტილზე მივედი. დიმიტრი ბიძინაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც 5,000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვის გამო. სამართალდამრღვევებად აცხადებენ ისეთ მოქალაქეებსაც, რომლებიც აქციებზე გზის გადაკეტვის შემდეგ მიდიან. საიას მიერ 8 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო რაოდენობა 600,000 ლარს აჭარბებდა.